სტილის სამინისტრო რადიო იმედზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ რადიო იმედს უსმენთ და ჩვენი სტუმარი კალტონი ირინა ღოღობერძე უკვე სტუდიაში. მოგესალმებით დილა მშვიდობისა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ქართული თეატრი 2016 წელს თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის რეიტინგების პრეზენტაცია შედგება დღეს 16 საათზე ილიაუნის თეატრის ფოიეში. ყველაზე აქტიური პრემიერების გასტროლების მაყურებლის ბილეთების გაყიდვისა და წარმოდგენილი რაოდენობით გამორჩეული დასები მთელი საქართველოდან და ანგარიში, რომელსაც ასევე მთელი თეატრალური საზოგადოება ელის. კალტონი ირინა, ჩვენ მოგვიწერს დღეს მეტნაკლებად თვალი გადავავლოთ 2016 წელს და ვნახოთ როგორ იცხოვრა ქართულმა თეატრმა. მადლობთ მოწვევისთვის და მადლობთ რომ თეატრს უთმობთ ასე ერთგულად დროს. ძალიან ვაფასებთ ჩვენ ამას ხოლმე შორის. ეს არის უკვე მეოთხე თუ არ ვცდებით მეხუთე რეიტინგი, ანუ კვლევა თეატრზე. პრინციპში ეს მე არა მაქვს იმის უფლება რომ ვილაპარაკო ამაზე აბსოლუტურად კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს კვლევა გაკეთებულია ქართული თეატრის, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრით და მისი ასე ვთქვათ ხელმძღვანელი და შემსრულებელი არის ლაშა ჩხარტიშვილი. მაგრამ მოგახსენებთ აი მოკლე ასე ვთქვათ ინფორმაციის თვალსაზრისით. თეატრებიდან 42-მა თეატრმა, ახლა 44 თუ 45 არ მახსოვს სულ 44-დან 42-მა გადმოაგზავნა ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ ვრცელია და ძალიან ბევრი პუნქტისგან შედგება. ახლა ძირითადი სხვა შარშან და შარშანწინ და ალბათ წელსაც კრიტიკის საკითხი იქნება ის, რომ გვეტყვიან, ნუ აი რას გვაძლევს ეს ციფრები. აი ეს არის ის, რასაც ყველა თეატრი ასე ვთქვათ პირველ რიგში კითხულობს და ინტერესდება. რამდენიმე მოსაზრებას მოგახსენებთ მაინც. ნუ დაგვავიწყო, რომ თეატრი არის ემოციური ხელოვნება. სხვაგვარად საერთოდ ხელოვნება, ემოცია, პიროვნება და მით უმეტეს თეატრი და თეატრალური სფერო საკმაოდ ემოციურია და შეუძლებელია სხვაგვარად ვერც იარსებებს. ამდენად აი ამ შიშველ ციფრებზე plus კიდე მათე მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დანახული სურათი ძალიან საინტერესოა. სტატისტიკა არის აი აბსოლუტურად სხვა კუთხით დანახული ის რეალობა, რომელსაც იცნობ და რომელშიც ყოველდღიურად ცხოვრობ, არა? მაგალითად, ჯერჯერობით იძლევა საერთო სურათს აბსოლუტურად, ტენდენციების ბუნებრივია, როგორ და რა რით იცხოვრა თქვა თეატრმა. რეპერტუარის შესახებ ძალიან სერიოზული ინფორმაციას იძლევა, იმიტომ რომ რეპერტუარი მთლიანად წარმოდგენილია და აი ვხედავთ რა არის საინტერესო, რა მეტი იდგმება. მარტივად ვხედავთ ამას. კლასიკა, თანამედროვეა, რა იწერება, რა გასცენიური, რამდენი გასცენიური სასცენო ადაპტაცია და ვერსია არის გაკეთებული. იცით, შეცდომებიც ჩანს. ზოგიერთის თქვა, ხა ბუნებრივია, ყველა თეატრი თავის მაყურებელზე ფიქრობს უპირველეს ყოვლისა და თავის რეპერტუარს ქმნის, არა? ჩანს რამდენი ფული დაიხარჯა, ეს ღია ინფორმაციაა და სავსებით ბუნებრივია, ვხედავთ ამას. ვინ არის მოთხოვნადი, რაც მთავარია? მსახიობი, სცენოგრაფი, დიზაინი, არ ვიცი, მუსიკა, მსახიობები მოძრავით გახდა ჩვენთან, ახლა სარეპერტუარო და ესე დიდი თეატრების გარდა და ისინი სხვადასხვა თავისუფლად მოძრავენ და ძალიან მივესალმებით ამას. რომელი მსახიობი როგორი მოთხოვნადია? ამდენად ეს ყველაფერი აი ეს ერთად და თანაც ციფრებში, აი მშრალ ერთ წინადადებაში დანახული, საღად შეფასების და ზოგიერთისთვის ვფიქრობ დასაფიქრებელ და რაღაც დასკვნების გასაკეთებელი. კი ბატონო, მოდით ვილაპარაკოთ თავად კვლევის მეთოდოლოგიაზე. თქვათ, რამდენად კვალიფიციურად კეთდება ეს კვლევა და თქვათ, შედეგები არის თუ არა ადეკვატური იმისას, რასაც აკეთებთ, არა? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს მეორე კითხვა, რომელიც ასე ვთქვათ, კრიტიკის ქარცეცხლში გატარებს ხოლმე. რამდენად პროფესიულად კეთდება?
რომ მოწოდების პროცედურაზე უკვე გითხარით, რომ თვითონ თეატრი აგზავნის ამ ინფორმაციას. ეხლა საქართველოში იდმევა საქართველოს თეატრებში, სადღაც ვერ ვიტყვი ზუსტად და მე არ შემიძლია ამ კვლევაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მხოლოდ როგორც მონაწილე და ერთ-ერთი შემსრულებელი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ გვიგზავნიან ინფორმაციას. მარტივად გეტყვით ისეთ ამასიანთ, რომ ეს რო გადავხადე შემოვხაზე ეს ნანახი სპექტაკლები, მე თვითონ შემეშინდა იმისა, რომ აი ეხა ყველაფერი ნამდვილად არა, მაგრამ უმრავლესობა და მაპატიოს ყველამ და ის რაც საჭირო იყო ნამდვილად ნანახი მქონდა. ძალიან გვიჭირს რეგიონული თეატრებთან აი ადეკვატური ჩასვლა და ყველაფრის ნახვა. გვეხმარება ამაში საოცრად ფესტივალები, ჩვენი ფესტივალები, შიდა ფესტივალები. იგივე თავად ჩამოდიან. ან თბილისში ჩამოვართ, ან თორემ ზაფხულის ფესტივალი, რეგიონული თეატრების ფესტივალი შესანიშნავი ფესტივალია და ძალიან გვიხარია 1-2-3 დღით ან 1 კვირით ან სრული პერიოდით მორი კვირით ვინმე თუ ხდება და იყვნენ ასეთები, რომლებიც ასეც ისხდნენ იმ ფესტივალზე. არის კომედიის ფესტივალი გორში რა. გორი ახლოს არის და წასვლის და ჩამოსვლის საშუალება გაქვს. მომრავლდა ფესტივალები არის ოზურგეთში არის ფესტივალი ნოდარ დუმბაძის სახელობით, სახელობის ახალი შაშანდელი და მე რაღაცნაირად ეს ზაფხულიც გამოდის რომ ძალიან დატვირთული გვაქვს. და ვუყურებთ ყველაფერს. მაგრამ ერთი მომენტია, იცი და ეს ხალხშორის აი საერთაშორისო სტატისტიკითაც დამტკიცებულია და აქაც მე პირადად დავსვი ეს კითხვა პროფესიონალებში. რამდენი პროცენტი და მოგახსენებთ რა ციფრიდან ეხლავე, აი ამ ციფრმა მონაწილეებმა რამდენი პროცენტი უნდა იყოს რომ კონდეს სრული სურათი მიღებული. 34 თეატრმცოდნეს გაეგზავნა მოთხოვნა რომ აი შეაფასეთ. აქედან 20 გამოეხმაურა ვიცი ბატონლაშას და 20-მა მიიღო მონაწილეობა. აი ამ 20-დან რომ აბსოლუტურად საკმარისია რომ ეს იყოს 30% სპექტაკლების ნანახი. და მერწმუნეთ რომ ნამდვილად 100-ია რა 30-40% მე გაცილებით უფრო მეტი მაქვს მაგალითად ვიცი ნანახი 1-2 რეგიონული თეატრი შეიძლება მეტი გამოხატავს ამის მე კიდევ არის ერთი მომენტი იცით ხშირად მიმიღია აი მსგავს რაღაცაში იგივე მოლიერის ღამეებში მაგალითად იმ დროს მოხვედრილ ვარ საფრანგეთში 10 დღით რაღაცას უყურებ ეგრევე მეძახიან მოდი ხმა პირველად გამიკვირდა დღესაც ავარ ფედერაციის წევრი საფრანგეთის პრესის მიუხედავად იმისა, რომ აღარ თანამშრომლობდი აქტიურად, მაგრამ იციან, რომ საერთაშორისო ასოციაცია არსებობს ჩვენთან და მეც ასე ვთქვათ, წევრი ვარ და მით უმეტეს წელს წევრი ქვეყანა გახდა 10 ქვეყანას შორის მოხდა საქართველოს აღმასრულებელ კომიტეტში და პირველად რომ დამიძახეს 1-3-4 წლის წინ იყო ეს და ხალხმა ეხა ჩამოვედიოდ ეს მახსოვს ახლა ჟესტი ერთ-ერთი მეტრის კაურის თქვათ რაც საჭირო იყო ის უკვე ნახეო დარწმუნებული ვარ რომ ის უკვე ნახე ბევრი კითხვა დავსვი იქ არის კიდევ ერთი მომენტი რომ კრიტიკა არ არის კონცენტრირებული დედაქალაქში ძალიან ბევრს ლაპარაკობ არა ერთი წუთი გვჭება დრო მანიშნეს არ არის კონცენტრირებული იქ არის კონცენტრირებული დედაქალაქში ჩვენთან უფრო ზუსტად არის ძირითადად ყველა თბილისშია მათ ყავთ ეს ყველა რეგიონებში და იქედან იღებენ ინფორმაციას. კალტონინა, მე მინდა უფრო მეტი კონკრეტიკა და მე მომეცით პირობა რომ რეკლამის შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო მეტი თქვათ საშუალება ვუთხრათ ჩვენს მსმენელს თქვათ რა იმივე რა გამოწვევების წინაშეა რეგიონები. ამ კვლევამ რა აჩვენა, რომელი თქვათ ქალაქების თეატრებს უკეთესი თქვათ შედეგი აქვს და რატომ და როგორ იხსნება ეს თქვათ. ხომ არ არის ისე რომ თქვათ კონკრეტულ ქალაქში აუდიტორია თეატრის მოყვარულთა საზოგადოება ასე ვთქვათ უფრო დიდია ხომ შეიძლება სულაც არ იყოს ვთქვათ სათანადო ვთქვათ ან სხვაზე უკეთესი თეატრალური დასი იქ ამას ვთქვათ მაინც აქვს მნიშვნელობა რამდენად აქტიურია საზოგადოება ამა თუ იმ ქალაქში ხო და ამით თანხმობთ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც თეატრი არის მაყურებლისთვის მაგრამ ეს ყველაფერი ვილაპარაკოთ მოდით რეკლამის შემდეგ და ჩვენ მალე დავბრუნდებით დაგვირეკეთ 292 11 99 292 11 88 გახლავთ სტუდიის ტელეფონის ნომერი თბილისის სამინისტრო რადიო იმედზე
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს 16 საათზე ლეონის თეატრის ფოიეში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ტრადიციად დამკვირვებული ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის შემაჯამებელი კვლევისა და თეატრების კრიტიკოსების მიერ გამოვლენილი რეიტინგების პრეზენტაცია. სწორედ თეატრმცოდნე ირინა ღოღობერძე გახლავთ დილის გადაცემის სტუმარი. კაპიტანი ირინა, ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში მეთოდოლოგიაზე, ვისაუბრეთ ინფორმაციაზე, რომელიც გეგზავნება თეატრებიდან და ასევე ფესტივალების მნიშვნელობაზე, ხო? ამით ჩვენ ფაქტობრივად შესაძლებლობა გვაქვს შევაფასოთ რეგიონებში არსებული თეატრალური ცხოვრება. ვთქვათ, როგორი სტატისტიკა გვაქვს ბოლო პერიოდში იგივე ვთქვათ რეგიონების ან სხვა ქალაქების ტენდენცია როგორ ვლინდება, ვთქვათ, რომელი თეატრებია უფრო დაწინაურებული და როგორ იხსნება ეს, ვთქვათ, იმიტომ რომ იქ განსაკუთრებული ვთქვათ დასია და კარგად მუშაობს თეატრი, თუ მაყურებელია ძალიან აქტიური ვთქვათ. ისევ ხას გავუსვამ იმას, რომ ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ იმას, რაც გამოქვეყნდება და გაჟღერდება დღეს შეხვედრის დროს. მით უფრო რომ მე ბოლომდე ამ სტატისტიკურ ინფორმაციას და შედეგებს დავანებოთ სტატისტიკას თავი. ამ 2016 წელს. ამიტომ მე ისევ აი მოგაწვდით იმ ჩემ შეხედულებას და იმას, რაც ჩვენ ვთქვათ ვხედავთ, რა თქმა უნდა თეატრები ერთნაირად ფუნქციონირებენ თუ არ ფუნქციონირებენ, არის ერთი რაც მათ ანსხვავებთ, აერთიანებთ, უფრო ზუსტად ეს არის ის აი მათი ეკონომიკური მდგომარეობა თეატრების. არც ერთიაც ფაქტიურად არ ყოფნის ის რაც აქვს. მოდით შევთანხმდეთ. ამდენად რასაც აკეთებს თეატრი და მით უფრო რეგიონული თეატრები, ეს არის მართლა აი ძალიან დიდი სიყვარული თავის პროფესიის და გმირობის ტოლფასი ვიტყოდი. თეატრი არის მოძრავი ხელოვნება, დროსთან ერთად მოძრაობს. ამდენად უპირველეს ყოვლისა ის თეატრია საინტერესო, სადაც მიდის მაყურებელი და ხედავს იმას, რაც მას აღელვებს. მე არ ვლაპარაკობ ყოფით საკითხებზე, მე არ ვლაპარაკობ აი რაღაც, მაგრამ არის ის რამდენიმე ძირეული, სერიოზული პრობლემა ახალგაზრდების, არ ვიცი, ნებისმიერი ადამიანის, მოქალაქის, რომანტიკოსის, რატომაც არა, შეყვარებულის, გაბრაზებულის, ეს ყველაფერი ეს არის თეატრის მოძრაობა დროსთან ერთად. რა თქმა უნდა გამოიკვეთენ ლიდერები, და გამოიკვეთენ თავიანთი, ასე ვთქვათ, ისევ თავდადებული ადამიანების გამო. თქვენ რომ ვიცოდეთ, რამდენი აქვს მსახიობს ხელფას რეგიონში თუ არც აქ ულხინს ბუნებრივია, მაგრამ მით უფრო იქეთ გაგიკვირდება და საერთოდ გითხავთ რატომ? იმიტომ რომ არ შეუძლია სხვაგვარად, თუნდაც იმიტომ რომ ეს არის ის რაც გიჯდება სხეულში, სულში და ვეღარ ელევი. ეხლა აბსოლუტურად რამდენიმე აი მაგალითად იგივე ოზურგეთის ფესტივალზე ვამბობ. ფესტივალიც და ასე ვთქვათ ეს მოძრაობაც ამ თეატრში წამოიწყო ზუსტად იმით რომ გამოცოცხლებული იყო მშვენიერი შენობები დგას. ეხლა იყო თუ არ იყო ეს ამდენი თეატრალური შენობა, ეს სხვა საკითხია, ნუ შევეხებით საჭირო ამას, მაგრამ ფაქტია რომ აი აცოცხლებს ეს ყველაფერი, რაც თვითონ თეატრალურ წიაღში წამოვიდა. ფესტივალები, გასტროლები, რომელსაც კონტაქტები, რომელსაც ისინი ნახულობენ, პოულობენ თვითონ და ცდილობენ რომ გააკეთონ. გარდა ამისა, მე ვიტყოდი რომ აი ფორმატს, თეატრალური ფორმატს, ჟანრებიც შეიცვალა ჩვენი ცხოვრების ტემპი, რიტმი, აბსოლუტურად ყველაფერი და ეს უნდა იყოს ადეკვატური. ამდენ აი ეს ძველი ჟანრია, კი, უნდა იყოს ფსიქოლოგიური დრამა, ისიც სხვაგვარი შეფუთვით და სხვაგვარი ესთეტიკით უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს ყველაფერი არის. რა სიტყვის დღეს მაყურებელი თეატრისგან უპირველეს? გართობას. ნუ გავიწყებათ რომ თეატრი გასართობი ხელოვნებაცაა და სამწუხაროდ აი გართობას, რატომ არ უნდა გაართოს თეატრმა? მარჯანიშვილიდან და საერთოდ არ ვიცი, 1000 წლეულები მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო თეატრის გართობა ყველა დანარჩენთან ერთად. დანარჩენები იცვლებოდნენ სხვათა შორის, იყო თეატრი პოლიტიკური დროსთან ერთად, იყო თეატრი პუბლიცისტური, არის ეხლა საქმელი რა არის დღეს თეატრის ყველაზე უფრო ის ჩვენ ადამიანი. ისევე როგორც ჟურნალისტიკის, ხო? ისევე როგორც ჟურნალისტიკის. ამიტომაც არის ეს ორი უძველესი პროფესია. კაპიტანი ირინა, როგორ ფიქრობთ, თქვათ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ
უფრო მეტად საინტერესო იყოს თეატრალური ცხოვრება. კაი, გასაგებია რომ ყველაფერი თქვა ფინანსებთან არის დაკავშირებული, ბიუჯეტის გაზრდა ალბათ არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ თავად თეატრმა როგორ უნდა იმუშაოს, რომ თქვა სახელმწიფოს დიდად არ დააწვეს თქვა კისერზე და თან გარდა ამისა შექმნას ძალიან საინტერესო თქვა შესაძლებლობა გაზარდოს რაოდენობა საკუთარი თქვა წარმოების და მაყურებელი ყავდეს მუდმივად. რამდენიმე თეატრმა ხო თბილისში თქვა ეს მოახერხა ნამდვილად და ძალიან ბევრმა მოახერხა ასევე რეგიონებში. რის ხარჯზე? რეპერტუარის, აი სწორად შერჩეული რეპერტუარის ალბათ და ხარისხით ბუნებრივია. და იმ სათქმელით, რომელიც აინტერესებს, შეიცვალა მაყურებელი. ეს ძალიან მძიმეა ხანდახან მაყურებელს გრძნობ თეატრში, მაგრამ შეიცვალა, გაიზარდა, ზოგან ხან ესია, ხან ისია. აი ამის მაჯისცემაზეა საჭირო ალბათ დაკვირვება, მაგრამ ეს ჯერ ერთ რთული პროცესია და გარდა ამისა, ამასაც ახსრები ჭირდება. ნუ გავისწოროთ გამოკითხვას, მაყურებელთან რაღაც ჩატარება და რა თქმა უნდა ტრეინინგები. აი ტრეინინგები რაც აუცილებლად საჭიროა როგორც პროფესიონალებისთვის თეატრში თანამედროვე თეატრის ირგვლივ განათება რაც ძალიან რთულია და თანამედროვეა დღეს ძალიან რაღაც აი ინფორმაციის ტექნიკური ნაწილი როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს იმისთვის რომ ეს შოუ ნახო ხო ვიზუალური გახდა ბუნებრივია თუმცა როცა ვსაუბრობ თქვა იგივე ხარისხზე ბუნებრივია ხვდებით რომ ხარისხი პროფესიონალებმა უნდა შექმნან ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა ვთქვათ რამდენად არსებობს ათანადო სკოლა საქართველოში იმისთვის რომ პროფესიული კადრები გაზარდოს თეატრისთვის ესე პირდაპირ მე თქვენ ვერ გიპასუხებ და არც გიპასუხებ. სკოლა არსებობს, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ იმ სკოლასაც უჭირს. აი ხა მაგალითად, ესე თანამედროვე თეატრი აღჭურვილობა ჭირდება სულ სხვაგვარი. არ არის დიგიტალური თეატრი, არა გვაქვს. არა გვაქვს აი რაღაც მესამე განზომილების სპექტაკლები არა გვაქვს. მაგრამ ეს არ მოვაციდან, ეს ამას უნდა შეძენაც და უნდა სწავლებაც. როგორ მოიხმაროს. ეხლა შეიძლება 5-დან 10-დან 1 გამოდგეს, მაგრამ მერწუნეთ რა ჩვენთან აი ეს რაოდენობაც საკმარისი იქნება. გათანამედროვება უნდა აი ამ პროცესსაც რა. კი ბატონო, მე ვიცი რომ ალბათ არ მიპასუხოთ, მაგრამ მე მინდა მითხრათ მაინც თუ არის თქვენთვის სუბიექტურია შეფასება და თქვენ არავინ გთხოვთ ბუნებრივია რომ ობიექტური იყოთ, იმიტომ რომ მე პერსონას ვეკითხები, როგორც თეატრმცოდნეს, თქვათ გამორჩეული თეატრი თქვენთვის, სადაც სიამოვნებით მიდიხართ. ძალიან გულახდილად გიპასუხებთ. ნებისმიერ თეატრში მივდივარ ყველა სპექტაკლზე სიამოვნებით მივდივარ, იმიტომ რომ აი ვერც ერთ თეატრს საქართველოში ქართულ თეატრს ვერ წაართმევთ ღია კარის შეგრძნებას, რომ გიღებენ ყოველთვის და მივდივარ სიამოვნებით. სხვა არ ხა ვიღებ თუ არა სიამოვნებას უკვე თქვათ რაღაც ესეც ნორმალური პროცესია, ზოგი კარგია, ზოგი ცუდია. ესეც ძალიან ნორმალურია. მაგრამ აი რაც შეეხება თეატრიდან ამ იმპულსის წამოსვლას, ეს ყოველთვის წამოსულია. თეატრს უხარია ნებისმიერი ადამიანი, მაყურებელი, რომელსაც შეადგენს ფეს. და ბოლოს მინდა გკითხოთ, საუბარია ხუთეულზე, დაწინაურებულები თბილისიდან არიან თეატრები თუ რეგიონებიდან? ისევ კითხვა არის ისიც რა არის სიმართლე გითხრათ მოხდა ამ ხუთეულში რეგიონი რა თქმა უნდა ძალიან კარგი. რა თქმა უნდა. კარგით, კალტონინა, დაველოდოთ, მოკლედ დღეს 4:16 საათს ილიანის თეატრის ფოიეში გაიმართება სწორედ აი ამ შედეგების რეიტინგების პრეზენტაცია და დარწმუნებული ვარ, გული არავის არ დაწყდება, პირიქით უფრო მეტი სტიმული იქნება იმისთვის რომ ვიმუშაოთ, უკეთესი შედეგი დავდოთ. საერთოდ კონკურენცია, ამგვარი ტიპის კვლევები, კრიტიკა ძალიან ზრდის საზოგადოებას. როცა კრიტიკის ნაკლებობაა და ჩვენ ალბათ გვაქვს ეს პრობლემა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მაინც
პატარა ქვეყანა ვარ ჩვენ ტიპის ქვეყნისთვის თქვათ ეს ტენდენცია იმ დრო ყველას იცნობს რაღაცნაირად თქვათ რიდის მომენტია მე მაინც დარწმუნებული ვარ თუ გვინდა უკეთესი ხვალინდელი დღე გქონდეს რაღაცები უნდა მივიღოთ და შევეგუოთ და გამოწვევად ჩავთვალოთ კი ბატონო მიმართ მით უმეტეს როცა ხვდებით რომ ყველას გვიყვარს ეს საქმე და მოდი შევეჯიბროთ სიყვარულში ერთმანეთს დიდი მადლობა ქალბატონი ირინა ღოღობერძე თეატრცოდნე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი ამით მე თქვენ გემშვიდობებით ხვალ ნინო მეუნარგია შემოგიერთდებათ სტომატოლოგიის საერთაშორისო დღეა და ვფიქრობ რომ ყველაფერს რაც უკავშირდება თქვენს კბილებს ხვალ ნინო ძალიან სათანადოდ გამოიტანს ეთერში მე კი ზეგ შემოგიერთდებით და ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო პიროვნებაზე რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა მისი მომზადებული მისი შექმნილი საათი უკეთია ამერიკაში სენატორებს მოკლედ ფაქტობრივად დაგიანონსებ მთელი კვირა და ის გადაგვრჩენია რომ დღევანდელი დღით დავტკბეთ წინ არის მთელი სამუშაო დღე და დაგემშვიდობოთ დიდი მადლობა რომ გვისმენთ ნახვამდის დილის სამინისტრო რადიო იმედზე